ერთხელ მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და მეგობრებო. ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ალენა ბერიგინიას და პანდორას ერთობლივ ვიდეოს. ეს არის ვიდეო დიაგნოსტიკა. როგორც მოგითხარით, გოგოები ეხმარებიან ხალხს თავისი წარსული ცხოვრების გახსნებაში და ეხმარებიან თავის კლიენტებს მისნის დასახვაში და იმ დავალებების გახსნებაში, რომლითაც ისინი არიან მოსული დედამიწაზე. და ეს ერთ-ერთი საინტერესო ვიდეოა მათი, სადაც საუბარი წავა ერფიულ ორდენზე ოქროს გველეშაპებისა. ეს არ არიან ნეგატიური გველეშაპები, ისინი არიან უბრალოდ კლიენტი იყო წარსულში რაღაცით დაკავშირებული ამ გველეშაპებთან. მას დავიწყოთ. ეს არის 24 წლის ვიდეო. ხო, ალენამ დაიწყო იმით, რომ მეო ამ დიაგნოსტიკიდანო ჩანახატები გავაკეთეო იმ ხუმანოიდური არსებებისაო, რომლებიც ვნახეო ამ დიაგნოსტიკის დროს. აგრეთვე ვნახეო დრაკონები, გველეშაპები, მაგრამ ისინი არ ჩამეხატიაო. პანდორა ამბობს, რომ გველეშაპები იმ დროს მოდიანო ადამიანთან, როდესაც მათ რაღაც პრობლემები აქვენო. ალენა ამბობს, რომ გუშინო დიაგნოსტიკას გავუკეთეო ერთ გოგონას, ერთ ქალიშვილსო, რომლის სახელს არ დავასახელებო და მაგ სეანსის დროსო მომივიდაო ასეთი ინფორმაცია ოქროს გველეშაპების ელფიური ორდენი. პირველი რაც შევამჩნიო მე ამ გოგოში, შუბლზე, აი ამ ადგილას ქონდაო 5 ვარსკვლავიანი, მაბადიეთ 5 წვეთიანი ვარსკვლავი. და მე მესმის ამ ნიშნულობის საერთოდო 5 წვეთიანი, 5 წვეთები, რასაც რომ ამბობ, 5 წვეთიანი ვარსკვლავი არისო მაგის ნიშანი. მაგი, ხო, მაგის ნიშანი, რომელიც მართავს მაგიის ყველა ენერგიებით. არ არსებობსო არ ჩავი მაგია, არც თეთრი მაგია. უბრალოდ ადამიანს შეუძლიაო თავისი არასწორი საქციელით თეთრი მაგია საერთოდ გააშავოსო. და როდესაც მე ადამიანის შუბლზე ვამჩნევო ამ ვარსკვლავს, 5 წვეტიან ვარსკვლავს, მე მესმის, რომ ეს ადამიანი ატარებსო პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ფლობს მაგიის ყველა სახეობას და თუ ამ ადამიანმა ამ ნიშნით მაგია მიმართა შავ დინებას, ის ამის გამო აგებს პასუხს. მე ჩავეძირეო ამ ამბავში და ვნახეო, ანუ ამათ შეუძლიათ ჩაძირვა, არ გაითიშონ ისე. და რომ ჩავიძირეო, მე ვნახეო ელფები წვეტიანი ყურებით, მოგდო წვეტიანი ყურებით. მათ ეცვათო ძალიან უბრალო ტანსაცმელი ღიაფერის ტუნიკები და მე მესმის, რომ მაგათთან არიან იქ მაგები და გველეშაპები. დედალი გველეშაპი, მამალი გველეშაპები. და პირველი ინფორმაცია, რაც წამოვიდა ჩემსკენ ნაკადით, ის იყო, რომ მე მითხრესო, რომ ეს ორდენი, ოქროს დრაკონების ელფიური ორდენი არისო როგორც ცალკე აღებული ერი. რადგან გამრავლება ისე, რომ თავისი უნარები არ დაკარგონ, ამათ შეუძლიათ ორდენის შიგ. და აქ ამ ორდენში ელფიის წარმომადგენელს შეუძლია დაქორწინდეს ელფიის წარმომადგენელზე, დრაკონს შეუძლია დაქორწინდეს დედალ დრაკონზე, გველეშაპს შეუძლია ანუ დაქორწინდეს დედალ გველეშაპზე
მაგ ქართულად მაგი მაგს შეუძლია დაქორწინდეს ქალზე, რომელიც ფლობს მაგით, აგრეთვე გველეშაპს შეუძლია შექმნას ოჯახი მაგთან, ან ქალმაგთან. ხო, დედალ გველეშაპს შეუძლია შექმნას ოჯახი მამრობითისკესის მაგთან და მამრობითისკესის გველეშაპს შეუძლია შექმნას ოჯახი დედოფლისკესის მაგთან, ანუ ძალის მფლობელებთან. თუ სხვაგვარად მოიქცევიან, დაკარგავენ უნარებს. მხოლოდ მათ შიგ, საგვარეულო შიგ შეიძლება დაოჯახების დროს შეიძლება შეინარჩუნონ თავისი უნარები და ეს უნარები არ გადაჯიშდება. ეს არის ამის გარანტია. და თუ მაგალითად ვინმე შეიყვარა ორდენის გარეთ ვინმე ორდენის შიგ შეიყვარა ვინმე ორდენის გარედან, მათ არ აძლევენ უფლებას გააჩინონ შვილები ან დაკარგავენ უნარებს. და ხდება გამონაკლისი, როდესაც ვინც დაოჯახდება ორდენიდან იმაზე ვინც არ ეკუთვნის ამ ოჯახში და თუ მაინც დაიბადა ბავშვი, ეს შეიძლება 1% ეს იქნეს სადღაც 100-დან 1%, ასე რომ მოხდეს. საერთოდ ბავშვები არ უჩნდებათო. მათი შვილები იბადებიან ჩვეულებრივები, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ყოველნაირი უნარების გარეშე. და თუ იყო ასეთი საინტერესო მომენტებიო, თუ მამალი გველეშაპი დაქორწინდაო დედალ მაგზე და გასაგებია რომ ცოლქმრ ცხოვრებას ისინი ეწეოდნენ ელფების სხეულებში, მათი შვილი იბადება უნარებიანი. თუ გველეშაპი ან დედალი ან მამალი გველეშაპი იყვნენ ამ გველეშაპურ ხატებაში, რატომ და გველეშაპებს შეუძლიათ მიიღონ იქ მათ ორდენში ელფის სახე და ამ ელფის ორგანიზმით, ელფის სახით ისინი ატარებენ ცოლქმრ ცხოვრებას. მაგრამ ამ პერიოდში თუ გველეშაპები იყვნენ თავიანთ გველეშაპურ სხეულებში, გველეშაპი საერთოდ დებს კვერცხს და ამ შემთხვევაში თუ ცოლქმრული ურთიერთობები იყო გველეშაპის სხეულში, დედალი გველეშაპი დებს კვერცხს. მოდით კიდევ გავიმეორებ. ხო მახსენა ალიონამ, რომ მე მომივიდაო ინფორმაცია, რომ ასეთი წინადადება ოქროს გველეშაპების ელფიური ორდენი. მე ეს ცალ-ცალკე მეგონა ელფები და გველეშაპები, მაგრამ ეს გველეშაპები ერთდროულად ელფებიც არიან. ანუ მათ შეუძლიათ ელფებში ასე ვთქვათ გარდაიქმნან და ამიტომ შეუძლიათ დარჩნენ გველეშაპებად. გაიგეთ? და თუ გველეშაპი კაცი ან ქალი დაოჯახდება ელფიური ავატარში, მათ დაებადებათ შვილი ჩვეულებრივი გზით, როგორც მათ ბადებენ ადამიანები. ანუ მშობი არობენ. მაგრამ თუ გველეშაპი დაოჯახდება და ცოლქმრული ცხოვრებით იცხოვრებენ გველეშაპის ავატარში, ანუ როგორც გველეშაპები, მაშინ დედალ გველეშაპს მოუწევს კვერცხის დადება და ამ კვერცხზე დასჯდომა, სანამ არ გამოიჩეკება მათი პატარა
გველეშაპი. მე მგონი ახლა უფრო გასაგებად გითხარით. ხო, და ხო გამოიჩეკებოდა ეს პატარა გველეშაპები და მათ შეეძლოთ ელფებად გადასახვა, მხოლოდ მაშინ, როდესაც გახდებოდნენ სრულწლოვანები. და ეს ითვლებოდა საუკეთესო ვარიანტად, რადგან გველეშაპი, პატარა გველეშაპი იბადება უკვე გაცნობიერებული. ახლა ახსნიომი ამბობს ალიონა ბერეგინა თუ რატომ არისო ეს ვარიანტი უკეთესი. თუ იბადებოდა ადამიანის ავატარი ამ გველეშაპებისა, როგორც მოგითხარით, ელფების ფორმა უნდა მიეღოთ და ისე თუ შევიდოდნენ თოლქმრულ ურთიერთობაში, იბადებოდა როგორც ადამიანის შვილი ისე. და შემდეგ ეს ელფის შვილი უკვე მოგვიანებით დაიწყებდა გველეშაპში გარდაქმნას. ხო, აი როგორც გითხარით, თუ გველეშაპმა მამრობითი სქესის გველეშაპმა და დედოფლითი სქესის გველეშაპმა ელფიის ავატარში გააჩინეს შვილი, ვიტყოდი მასე, და როდესაც ეს ელფიურ სხეულში დაბადებული გველეშაპი გახდებოდა სრულწლოვანი, მაშინ იწყებდა ელფიის ავატარში მყოფი გველეშაპი გარდაქმნას. ანუ შეეცდებოდა გველეშაპის სხეული მიეღო. ანუ როგორც მაქცების მაგვარად ხან გველეშაპად იქცევიან ესენი, ხან ელფიის ავატარის ფორმას იღებენ. ამის უნარები აქვთ. ჯერ ამ ელფიის ავატარს, როდესაც გახდება სრულწლოვანი, ჯერ ამ ავატარს ეზრდებაო ფრთები და მეც ვნახეო ჩემი თვალებით, ამათ შეუძლიათ ყველგან გაწვდნენ წვრილ დონეზე, მაღლა გაზომილებებში ყველაფერს ხედავენ. და როდესაც მშობლები ხედავდნენ ამ ფრთებს, ისინი ხვდებოდნენ, რომ მალე მოხდებოდა გარდასახვა მათი. და ამ დროს მშობლები ძალიან მკაცრად დასდებდნენ ამ თავიანთ შვილს, სრულწლოვანებაში შესულ შვილს, რადგან როდესაც ეს ელფიის ავატარში მყოფი გველეშაპი ახდენდა გარდასახვას უკვე ელფის ავატარიდან გველეშაპის ავატარში, ანუ უნდა გარდასახოდა იმათ გველეშაპად პირველად თავის ცხოვრებაში, ცნობიერება ამ გველეშაპს ეკარგებოდა. ესე იგი, თუ გველეშაპი იბადებოდა, ხო თავიდანვე იჩეკებოდა უფრო სწორად გველეშაპი კვერცხიდან, მაგი იჩეკებოდა ცნობიერებასთან ერთად. მაგრამ თუ ეს გველეშაპები ცხოვრობდნენ ელფიურ ავატარში და მათ დედალმა მეთქი, ხო, დედალი გამოდის, დედალმა ელფამ იმშობიარა პატარა ელფი, როდესაც ამ ელფს შეუსრულდება ეს ელფი გახდება სრულწლოვანი და მოვა გარდასახვის მომენტი და გარდაისახება გველეშაპად, ამ მომენტში გველეშაპი კარგავს ცნობიერებას. ამიტომ თქვა ალიონამ, გველეშაპად დაბადება უფრო უკეთესიაო, რადგან ის იბადებაო ცნობიერებასთან ერთად. და ელფი როდესაც უნდა გადაისახოს გველეშაპად, აქ ცნობიერება იკარგება. და პირველ პლანზე გამოდიოდა ცხოველური არსი, ანუ ცხოველური ინსტინქტები. და ამ დროს ელფის ავატარიდან, ასე ვთქვათ, გარდასახული გველეშაპი გრძნობდა საშინელ შიმშილს და მას შეეძლო შეიჭამა ყველაფერი ზედიზედ. და ამ გარდასახვის მომენტში
მას შეეძლო შეიჭამა ელფები და ყველა ვინც მის გარშემო იყო ცხოველების ჩათვლით და ამ მომენტში მშობელს მიყავდა ეს თავისი გველეშაპი სხვა ადგილას ისეთ ადგილას მიყავდა სადაც ის გაძღებოდა ხორცით ისე რომ თავის ორდენის წარმომადგენლებზე ზიანი არ მიეყენებინა და ეს ცხოველური ინსტინქტი ეს ცხოველური არსი უნდა ჩაეკლა ამ გველეშაპს გადაქცეულ გველეშაპად რაღაც დროის განმავლობაში დრო ქონდა და ამ დროში უნდა ჩამჯდარიყო. შედეგ მშობელი მასთან შედის ტელეპათიურ ურთიერთობაში და სულ ეუბნებოდნენ რომ ცნობიერება უნდა გახსნას რომ ელფიური სისხლისა და ამ გველეშაპური სისხლისა ერთმანეთში შევიდნენ კავშირში რომ გაიხსენოს რომ ის არის ნახევრად ადამიანური და ნახევრად ელფიური არსიც და როდესაც ნაპერწკალი ინთება და რაღაც ირთვება ამ გველეშაპის წვინში ამ დროს გველეშაპი როდესაც გამოფხიზლდება იმას ახსენდება რომ ის არის ელფიური ორდენიდან და რომ თავისი ორდენის წევრებს უნდა აფასებდეს და ინდობდეს და პანდორამ ჩაერთო ახლა საუბარში და თქვა მე იციო ხა რა მომივიდაო რა ინფორმაცია ეუბნება ალეონას ისინი სპეციალურად ბადებენო შვილების ნაწილს ესე იგი ბადებენო როგორც ელფებად და ჩეკავინო კვერცხების სახით დრაკონერების ფორმაში ასე აკეთებინო სპეციალურად კიც იქედან ჩდებიან ამ ქვეყნად მშობიარობის გზით კიც აქედან ანუ იჩეკებიან კვერცხებიდან და ეს შეგნებულად კეთდებოდა უბრალოდ ალონა აგძელებს თუ მამაკაცი მაგი დაქორწინდაო დედალ გველეშაპზე შვილები იბადებოდნენო მაგებად და პირიქით თუ მამალი გველეშაპი დაქორწინდა ქალ მაგზე მათი შვილები იბადებოდნენ დრაკონელებად უბრალოდ გველეშაპებად და როდესაც მათი შვილები გახდებოდნენ სრულწლოვანები იწყებოდა მათი გარდასახვის პროცესები ესე იგი მამრობით არს მაგალითად ქმრის ხაზით მამაკაცის ხაზით რომ ოჯახდებოდა ეს მამაკაცის ხაზი როგორ გითხრათ ფლობდაო უფრო სიტუაციით ანუ მამაკაცის გენეტიკა უფრო იმარჯვებდა მამაკაცის გენეტიკა და თუ დაბადებული იყო ბევრი ბავშვი მაგალითად თუ მამაკაცი არისო მაგი და ცოლი არისო დრაკონელი კი არა გველეშაპი და მათ ყავდათ მაგალითად ყავდათ რამდენიმე შვილი მაგები შეეძლოთო ბოლოსთვის გველეშაპები დაბადებულიყო ერთი დრაკონელი მაინც თუ ყავენ ბევრი შვილი ერთი დრაკონელი აუცილებლად შეერეოდა ამათ ოჯახს ახლა ვინც მისვენს მე ალბათ თული დასაჯერებელია ხო რასაც ყვებიან გოგოები გეთანხმებით თავიდან მე ამათი მოსმენა რო დავიწყე მე მეგონა ზღაპრს ყვებოდნენ უცებ ვერ მივხვდი რა ხდებოდა მაგრამ სიამოვნე და ამათი მოსმენა და ბოლოს გავერკვე ახლა კი მე სიამოვნებს დიდი სიამოვნებით ვუსმენ
ამ გოგოების ვიდეოებს. დადგება ის დრო, როდესაც თუ ეხა სკეპტიკოსი არ ხარ, ყველაზე მაგარი სკეპტიკოსს შეუძლია თავისი აზრი. ეს თქვენი ნება. თუ თქვენ რეზონირებს, ესე იგი მოსმენილი თქვენთან, თქვენ ამას მიიღებთ. თუ არ რეზონირებს და ძალით კიდე არ შეიძლება ადამიანს რამე დააძალო. ეს უნდა ხდებოდეს ცნობიერების დონეზე. თუ ადამიანმა არ გააცნობიერა რამე, შეუძლებელია მას რამე ასწავლო, ან თუ ეს არის ბოროტი ადამიანი, რთულია ის შეცვალო, თუ თვითონ არ შეიცვალა თავისი ცნობიერება, ან ხომ ხდება მაგალითად ზოგი ფიქრობს, აი ხომ არის მე ვამბობ, რომ არ შეიძლება ცუდად იფიქრო, არ შეიძლება ეშმაკურად მოიქცე ადამიანს, არ შეიძლება ადამიანი როგორ გითხრათ, ადამიანი მოატყუო, გადააგდო, არ შეიძლება მაგალითად ადამიანს დროხასავით დაუწყო წვევა, ბოდიშა მაგალითისთვის და საერთოდ სინდისიც ქეჯნაც კი არ აწუხებთ ამათ. ხო და ერთ ქალთან თქვი, რომ არ შეიძლება ცუდად მოიქცე. ამომეჩ მე მაგალითი მოვიყვანე ცხოველებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ეხებოდა სხვა სიტუაციებსაც სინამდვილეში. მაგრამ პირდაპირ ხო ვერ ეწყვე ადამიანს. შეიძლება შეურაცხყოფად მიიღოს. ყველაფერზე მოგეკითხება მეთქია. ყველაფერზე. თუ ცუდად მოვიქეცით მეთქი და რამე პასუხა იცით? დასადნახეო შენო, ვინმეს რომ მოიკითხაო, ჩვენი და ჩვენთვისო პასუხი მოითხოვაო. არ გავაგზელე. ასე არ ქონდა. ასეთ, როდესაც ადამიანები მასე ფიქრობენ, აზრი არა აქვს, მათ რამე ურჩიო. მაგათმა უკვე არიჩიან თავისი გზა და მიაჩნიათ, რომ მასე თუ მოიქცევიან, აი მაგათ მიაჩნიათ, რომ ისინი კარგად იქცევიან. ხო, მათ ასე მიაჩნიათ. მე კი მიმაჩნია, რომ როგორც გინდა შენ მოგექცენ, ისინი უნდა მოიქცეს შენს სხვებს. კი, როდესაც მაგალითად მე რამე არ მოვწონს ადამიანში, ან ცუდად მომექცევა, ან შეეცდება ეშმაკურად მომექცეს, ან შეეცდება დაუშვათ, ხედავ რომ ცდილობს, უნდა ჩემი გამოყენება, ან რაღაცა გამოსტყოს სიტყვაზე, ან ბევრი ვარიანტებია, ბევრი ისეთი მაგალითები შეიძლება მოვიყვანო, არ მინდა ხა ჩავეძირო, რა გვინდა. საერთოდ ჯამში ადამიანები თვალებს დაგთხრიან თუ რამეს ეტყვი, იმიტომ რომ ეს მიაჩნიათ ვაჟკაცობად. აი, ტყუნები რა რომ თქვი. მართლები არ არიან, ხო? მაგრამ ისე გაგასტურებენ მიწასა, რომ შენ თავში ეჭვში გეპარება. რა რომ თქვი, ხო? პატი არ გავიმეორებ ამას. ხო და პანდორა ამბობს, რომ ხო, ნახეო, ალიონას ეუბნება, როგორი გამოანგარიშებული აქვენა ყველაფერი, რომ ჰარმონია შეინარჩუნონ ყველაფერში. და ალიონა უმოწმეს, რომ ხო, ამას იმისთვის აკეთებენო, რომ ჰარმონია შეინარჩუნონო. ეს გველეჩაპები პირდაპირ გაგებით კი არ არიან ოქროსფერები. ისინი იყვნენ სხვადასხვა ფერების წარმომადგენლები, სხვადასხვა ფერებში.
და მათ ოქროს გველეშაპებს იმიტომ უწოდებენ, რომ მათ აქვენ ოქროსფერი ენერგიები. და ეს გველეშაპები თავის ზურგზე ატარებდნენ მაგებს, რომლებმაც ფრენა არ იცოდნენ, ანუ ერთმანეთს ეხმარებოდნენ. გველეშაპებსაც ჰქონდათ მაგია, ფლობდნენ ამ უნარს, მაგრამ გველეშაპებს არ შეეძლოთ სტიქიების მართვა. და ვინც მაგები იყო, ისინი მართავდნენ, მათ შეეძლოთ სტიქიების მართვა. და პანდორა ამბობს, რომ ეს სამყაროებიო, რომელზეც ახლა ჩვენ ყვებითო, არსებობსო ჩვენ ხასთან ერთად პარალელურად. ძალიან ბევრი სამყარო არსებობსო, სადაც ამდაგვარი რაღაცები ხდებაო. და ჩვენც მომავალში მოხვდებითო ასეთ სამყაროებში. ზრდასთან ერთად. და სხვათა შორისო, ამ სამყაროებიდან ბევრი სული არისო აქ მოსული. და ბევრი სულები იქიდან დათანხმდა აქ განსახიერებაზე და მაშინდელ კონგლომერატთან დადეს კონტრაქტები. ოკუპანტებს გულისხმობს. და ალიონა ბრიგინა აგრძელებს იმ გოგოს, რომელსაც მე ვათვალიერებდიო, შევატყვიო, რომ ისი იყო ნამყოფი საიდუმლო კოსმოსურ პროგრამაში. და ამჟამად ეს არისო ბაზა მთვარეზე. შეგახსენებთ, რომ ეს ვიდეო იყო ატვირთული 24 წელს 12 იანვარს და ეს ბაზა, სადაც ეს გოგო იყო ტკპ-ში, ეს ბაზა არის განთავისუფლებული მთვარეზე. თუმცა ეს გოგო იქ არ მიყავდათ ფიზიკურ სხეულში. მან მითხრაო, რომ ვარო მთვარეული. და მე ვნახეო, რომ ამ გოგოს სული და ცნობიერება მიყავდათო. და გამოდის, რომ მისი გველეშაპი და სულს ახსოვს ეს მომენტი. როდესაც ეს გოგო იძინებდაო, ვისაც დიაგნოსტიკა ჩაუტარდა, როდესაც ეს გოგო იძინებდაო, ამ სულის ფრენა მოქმედეს ფიზიკურ სხეულზე, ის ხოლმე ხანდახან წამოხდებოდა თურმე სიზმარში და დამატებით ამას ხომ არ როდესაც ადამიანი კვდება, მაშინ ხდება სრული მოცილება სხეულიდან, მაგრამ როდესაც ადამიანი ცოცხალია და სული მიყავთ, ბოლომდე ხომ არ არის სული მოგლეჯილი ფიზიკურ სხეულს და ამ გოგოს სული იქ რაღაც მოვალეობებს ასრულებდა, რაღაც ამოცანებს თავის ამოცანებს ასრულებდა და ეს ყველაფერი რასაც იქ აკეთებდა სული ფიზიკურ დონეზე იგრძნობოდა და ფიზიკურ დონეზე მეორდებოდა. და ახლა რასაკეთებს მისი სხეული, მე ეს არ ვიციო და ამ გოგოს გველეშაპიო არის სპილოს ძვლის ფერის და წინა თათებიო ამ გველეშაპის. უკანა ფეხებზე უფრო გრძელიაო, უკანა ფეხები უფრო მოკლეაო და ფრთები დიდიაო, დიდი ფრთები აქვსო, ძალიან ლამაზი გველეშაპიაო. და მან დღესო მე მკითხაო, თუ რისთვის ვარო დედამიწაზე მოსული. მეც დავინტერესდიო, გველეშაპები რატომ მოვიდნენო დედამიწაზე. ახლა გველეშაპის ფიზიკური სხეულით კი არა, არამედ მათი სულები განსახიერდნენ აქ. და მე ვნახეო, რომ გველეშაპები იმისთვის მოდიოდნენ აქ თავისი ნებით, გველეშაპის სულები, რომ დაეხმარონო დედამიწას და ხალხს გადასვლაში. მაგრამ ჩვენთან უნდა გახსნილიყო კარიბჭეები მაგიურ სამყაროებში, უფრო სწორად კარიბჭეები უნდა გახსნილიყო, რომლებიც წაგვიყვანდა ჩვენ, გაგვიყვანდა მაგიურ სამყაროებისკენ. ანუ კარებს გაგვიღებდნენ. იმისთვის კი რომ ეს მაგიური კარიბჭეები გაიხსნას, საჭიროებენ გველეშაპების ენერგიას. იგივე ფერიების ენერგიას, ელფების ენერგიას. და ისინი მოდიოდნენ აქ იმის მიუხედავად, რომ მათ მახეებს უგებდა საიდუმლო კოსმოსური პროგრამა და აიძულებდათ მასში მიიღოთ მონაწილეობა. ამაზეც იყვნენ თანახმა, ოღონდ მოსულიყვნენ და დახმარება შემოეთავაზებინათ. ხო, კიდევ პანდორა ამბობს, რომ იმ 24 წელს რა მოხდა კარგი, რომ ამ კონგლომერატის უფროსობა დაუჭერიათ და წაუყვანიათ galaktikuri სასამართლოზე
ისინი წარსდნენ ამ galaktikuri სასამართლოს წინაშე. ჩვენ ახლა კი ვეძებთო ძილის ღმერთს, რომელიც პასუხს აგებსო, რომ იმის გამო რომ ჩვენ ხედავთ სიზმრებს, რომ ჩვენ გვაჩვენებენ განსაცვლელ სურათებს, ეს შეგნებულად აკეთებენ ამას. და მე თქვენ გიყვებოდით ვიდეოში ტარტარიაზე ერთ-ერთ ვიდეოში, რომ როდესაც შეცვალეს ყველაფერი, ხო მგონი მეორე ვიდეოში თუ არ ვცდები. ხო მგონი იქა, რომ ასტრალური სამყარო დაიპყრეს და შექმნეს თავისი სიზმრები და ამ სიზმრებს უგზავნიდნენ ხალხს. ახლა კი, როდესაც მე სამბავი გავიგე, მივხვდი თუ სიზმრების ახსნა იყო წყვილი. ეს სიზმრების ახსნაც იქნება ამათთან დაკავშირებული. ხალხს ხო სიზმრები დაესიზმრებოდა და ის სიზმრები ხომ მე უნდა აეხსნათ და ხალხს თავაზობდნენ სიზმრების ახსნის წინგს, რომელსაც ფულზე ყიდნენ, როგორც ყველაფერს. და სანამ ახალი ხელმძღვანელობა არ დაუყენებიათო ამ კონგლომერატის თავზე, უნდა გავარკვიოთო თუ სად იმალებაო ეს ძილის ღმერთი. მე რას ვფიქრობ, იცით, მე მგონი ეს უკვე გარკვეულია, იმიტომ რომ 24 წლის დასაწყისია ეს ვიდეო რომ აიტვირთა და დღეს არის 26 წელი. მე არ ვიცი ზუსტად მოძებნეს არ მოძებნეს, მაგრამ მე მგონია მოძებნეს. ამ ხელადროში ვერ მოძებნიდნენ? ძილში გვაჩეჩებდნენ კონტრაქტებს, ენერგიებით მუხტავდნენ, მივყავდით ხომალდეებზე, თავიანთ იმ ნეგატიურ არსებებს ხომალდეებზე და რომ ეს ყველაფერი მოვაცილოთ და ძილში არ შეგვაწუხოს, ჩვენს ყველაფერი უნდა გადავაკეთოთ, მაგრამ მანამდე იმ ეგრეთ წოდებული ძილის ღმერთი უნდა ვიპოვოთო. ხო და ისა ალენა ბრეგინი ამბობს, რომ ჩვენო 4 შევიკრიბეთო და ჩავატარეთო ჩაძირვა ჩენელინგი, უბრალოდ და ჩენელინგი ჩელენჯერი იყო ლეტარია და ჩვენ ასეთი ინფორმაცია მივიღეთო, რომ ეძებენო გიჟმაშ იმპერატრიცას, ქალ იმპერატორს და მე ახლა შევედი ინტერნეტში. კი, შანა სიტყვა, შანა იმპერატრიცა. სიტყვა შანა უდრის თავქარიანს, შეშლის უგუნურს, მაგრამ თუ ვინმეზე მიდისო საუბარი, ვინმე უგუნურზე უფრო კარგია გამოიყენო ტერმინი გიჟმაში. ეს პირველად მესმის ეს ტერმინი. პირველად მესმის, რომ თურმე გიჟმაში არსებობს ქართულ ენაში. სიტყვა გიჟმაში. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. ხო, სადღაც იყო ალენა ბრეგინა და იქო მივედიო და ეწერაო ტაბულაზე, რომ პასპორტი არ მიუღიაო, მაგრამ ჩვენ პასპორტი არ იგულისხმებაო. იქ ეს იგულისხმებაო მათი საბუთი, მათი პასპორტი. და იქ ეწერაო ეს გიჟგაში იმპერატრიცა, იმპერატორი ქალი და ჯოკერი. ნახეო ჯოკერი მე იმ დროს. ჯოკერი ეს არის ბანდიტები და ისინი გაიქცნენ, როდესაც მიდოდა ბრძოლები საიდუმლო კოსმოსურ პროგრამების აპატიეთ გამო იმ ბაზების განთავისუფლების მიზნით, რომელიც ჰქონდათ დაკავებული ამ საიდუმლო პროგრამის წარმომადგენლებს, უпроსტად ხელმძღვანელობას და ამ ბაზების ხელმძღვანელობაში შედიოდნენ ეს გიჟგაში იმპერატრიცა, ანუ იმპერატორი ქალი და ეს ჯოკერი. ინფორმაცია გიჟრას ცოტა რთული წარმოსათქმელია იმპერატრიცაზე დამოწმებულია, მაგრამ ჯოკერზე ჯერ ინფორმაცია არ აგვაქვს დამოწმებული ინფორმაცია, ამიტომ ჯოკერი ჯერ არისო ძიებაში. და კიდევ ამ იმპერატორ ქალს უწოდებენ დათვს, დათვ ქალს. ახლა არ ვიცი დათვი ქალ დედა დათვს რა ქვია, რას უწოდებენ. და მათ დამხმარეებს უწოდებენ ბელებს. რატომ? იმიტომ რომ ესენი არიან სეფების
როგორ გითხრათ, ესენი ვინც ამასთან იყო ბანდაში, ტეხავდნენ სეიფებს და ამიტომ ამ იმპერატრიცას კიდევ შეარქვეს მეორე მეტსახელი დათვი ქალი. მაგრამ ესენი სეიფებს, ეს ქალი სეიფს კი არ ტეხავდა. ეს ქალი ამ ქალს ჰქონდა უნარი გაეტეხა ცნობიერება და დაუფლებოდა სხვის ცნობიერებას. და რაში შედგებოდა მაგის ამოცანა, როდესაც გაუტეხავდა ვინმეს ცნობიერებას, მის ამ ცნობიერებაში მას შეეძლო ნებისმიერი ინფორმაციის შეყვანა. ნებისმიერი ინფორმაციის, ისე რომ იმ ადამიანს ეგონებოდა, რომ ის თვითონ ფიქრობს ამაზე. ხომ გესმით ჩემი? როგორც ახლა კომპიუტერში შევყავს ჩვენ ინფორმაცია, ხო? ამიტომ ეს პიროვნება იყო ძალიან საშიში. იცით რა, მოდით მე ამით დავამთავრებ. იქ ცოტა კი არის საკმარისად დარჩენილი, მაგრამ მე მგონი შობს არ გავაგრძელოთ. ხო, მე თქვენ მოგიყევით, ეს მაინც ძველი ინფორმაცია და მე მოგიყევით თქვენ ის რაც თავარი იყო, რაც მე ჩავთვალე. თან ვიდეოც გამოვიდა მოკლე. ნუ სადღაც 40 წუთამდე. ხო, 40 წუთამდე. და არც მოგბეზდებათ ამ ვიდეოს მოსმენა. არ გადაგაღლით თქვენ. კარგით, დროებით. მე კიდევ უფროსად მე კი არა, ინტერნეტი მეთიშება სამშაბათ საღამოს. ხო და ესე იგი დარჩა 2 დღე და რასაც მოვასწრებ, ნახოთ, შედების გვარად. ხვალ შევეცდები 2 ვიდეო დავდვა და ზეგ ეს ბოლო ინტერნეტის დღე. ხო, ალბათ მე კიდე მაქვს რაღაც ვიდეოები გადმოსაკაჩი. არ ვიცი, ნახოთ. დროებით.